საღამოშვიდობის მეგობრებო. აი მოგესალმებით ისე ვაშლი ჯვრიდან. ეგ არის რანგლერი, ამერიკული როგორც მოგესალმებათ ჯიპი, ყველგან მავალი და აქვს წინახვიდი გაღუნული. მაგრამ რა ხდება ახლა ჩვენებთ. აი როგორა გაღუნული შეხედეთ. და მიხვდებით. რა რესტორანი უნდა იყოს, თავიდან მოვიდა და როგორა გაღუნული. ამას გოგაბიძია გასწორებს. არის შემთხვევები რა, ვერჯერ შეუცვლიათ ეს ჩულოკიც, მაგრამ არ გამოსულა როგორც საჭირო იყო მასე, იმიტომ რომ ვერჯერ არის, არც იმ დამშლელმა იცის, მეგობრებო, მაგი როგორია რა კი ყიდის, მაგრამ უეჭველი, მაგანაც არის ეს როგორია, ვერჯერ იგივე ბალკებზე ყოფილა სიტუაცია ესეთი, რომ შეუცვლიათ, დაუყენებიათ, მოსულა და გაღუნული ყოფილა. ეხლა იმიტომ რომ მაგ ამშელმას რა ხდას, იმიტომ დაშალა ეს მანქანა რაზმოზე ხო არ მიუყვანია, ხო არ გაუსინჯია და მაგითო ხდება რა ეგეთი რაღაცები, სადა ჩვენთან კიდე ეგეთი რაღაცები ისა ვაკეთებს ვეუბნებით რა კლიენტს რომ გამოვა ეგა იდეალურად. არის ეგეთი მომენტები, რომ როცა ალუმინია, როცა რაღაცა ისეთი სკრევადი ნაწილი აღენია, ვაფრთხილებ და ვეუბნებით კიდევაც, რომ ამის გაჭიმვა არ შეიძლება, არც გაცხლება შეიძლება მაგ ალუმინის, იმიტომ რომ მე ისე რბილდება მეგობრებო ეგა, რომ არ არის სასასრულო ბუდეში. ასეთ რაღაცებს ჭიმავთ, რომელიც საბურავებია უკანა საბურავები უფრო რომელიც გიტარებზეა ეგეთი მანქანები რა. დამოუკიდებელი ისაყენია უკან რა, მაგას ხიდი დამოუკიდებელი ქვია, რომელიც პრუჟინებზეა რა, ზამბარებზე რომელიცაა, გიტარებზე და უფრო მალე იღუნება ვიდრე რომელიც ჩულოგზე დგას და რომელიც ხიდებზე დგას. მე მაგას ჭიმავ და ვასწორებ, აი ეს დისკები დგება სიტყვაზე, აი ეს ბარაბნები დგება მაგაზე. წინამორბედა მე ეს ჩაებინა ეს რაღაცები, ტროსები, აი რაზოლის ბიბული დადგება, აი სარგები დადგება და ასე იჭიება. არის იდეალურად გამოდის ხოლმე, რა ვიცი, ამდენი წელია უკვე, მე 32 წელია ამ ხელოვნებაზე მუშაობ და ამდენი წელია მასაც ჭიმად კი არის შრომატევადი მეგობრებო, მაგრამ ძალიან მაგარ საქმეს უკეთებთ ხალხს. ჩვენისაც რაღაცა ხეირია და უფრო მეტი ხეირია მოქალაქეებისთვის, იმიტომ ძალიან ზვირადებს ნაწილები, მერე შეცვალე, მერე იყიდე, მერე როგორი გამოგადგება არ იცი და იქ საქმე კეთდება ყველაფერი აქ თან აზვალი სწორდება და კიდევში რა. 80% და 90 ჯობი ასე გაკეთდეს. არის საშიშროება იმის, რომ პაჩენიკი არის ხოლმე ფუჭდება რა, ფუჭდება და ხმას იკიდებს ხოლმე და მე მარტო პაჩენიკის შეცვლა, ხო მთელი ყველაფრის შეცვლა არ ჯობია პაჩენიკის შეცვლა მარტო. ესეთი ამბები ჩემო მეგობრებო, ამ ჩულოსაც რო გავასწორებთ, მე გაჩვენებთ რა როგორია და მიხვდებით რა, როგორც უნდა ყოფილიყო რა.